გამოწვევი არ მართლით ვერ ვისაუბრებ. სტატიებზე ვგავ. შეხვედრამ ჩაიარა. ძალიან საკ მიკროფონი სოფში. საკ მიკროფონი ძალიან ცივი. ბუნებრივია შეხვედრა შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს იმ ტრანზიციის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, იმ დემოკრატიული ტრანზიციის გადის პირველად თავის ისტორიაში. უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ორშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა და ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ეს ტრანზიცია კონსტიტუციის პარლამენტში დასრულდეს სწრაფად კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიანად ასეთ საქმიან ატმოსფეროში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ მიმდინარე პროცესს არჩევნების შეჯამებთან დაკავშირებით, ყველა მის რო აქ იყო და შეიძლება რჩება კიდევაც პრობლემა, მაგრამ განწყობა და ამოცანა ამ თვალსაზრისით არის საერთო და მე ეს მიმაჩნია ძალიან დადებით მოვლენა. შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა, სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციები დაიწყო. ეს კონსულტაციები სავარაუდოდ გაგრძელდება უკვე კონკრეტიკით ორშაბათს. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები კონკრეტულ უწყებებში დაიწყება ტრანზიცია უკვე და კონსულტაციები ორშაბათიდან. ჩვენ გვქონდა ასევე საუბარი იმ საკითხებზე, რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მოემზადება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკვე მთავრობის საკომპლექტების საკითხებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმკივნეული. პრინციპული შეთანხმება ამ საკითხებზე შედგა. ორშაბათიდან დაიწყება უკვე კონკრეტული მუშაობა უწყებებში და სამინისტროებში, რათა გადაბარების პროცესი, სამთავრობო გადაბარების პროცესი იყოს სწრაფი და უმკივნეული. სანამ არის მოქმედი მთავრობა იმუშავებს ყველა სამინისტრო, მათ შორის იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის ჩამოშლა, არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის დემორალიზება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი და ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ეს ტრანზიციის პროცესი მოხდეს ისე, რომ არ მოხდეს, არ შეექმნას პრობლემა არც ერთი სამინისტროს ფუნქციონირებას. ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ქვეყანაში არ იყოს კრიმინალი, არ იყოს ძალადობა, არ იყოს არეულობა და ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც ვისაუბრეთ და ამ თემაზე ჩვენ შორის არსებობს სრული თანხმობა, რომ ჩვენ მზად ვართ ერთად უზრუნველყოთ ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში იყოს წესრიგი და არავის, ვისაც იმედი აქვს, რომ შეიქმნება რაღაცა ტიპის არეულობა და ხელს მოითხოვს ამ არეულობით, არავის არ მივხვდეთ ამის გაკეთების საშუალებას. ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც შემოვა მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი ტიპის პოლიტიკური კრიზისის შექმნას.